ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. სამამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობთ კვირის განმავლობაში ჩვენ ბანკში არსებულ საინტერესო ინფორმაციას, რა თქმა უნდა, შოუ ბიზნესიდან და რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ბალერინა ირმანიორაძე თბილისს ესტუმრა და 21 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადანის სპექტაკლი ჟიზელი შეასრულა. ამკურაში კახუჩელა მედუდუკეთა ანსამბლის ძველი თბილისის პროდიუსერი ხდება. ჩვენ უკვე მუშაობთ ერთობლივად, იმიტომ რომ ჩემს ალბომში ორი სიმღერა არის უკვე შესრულებული ამ ანსამბლის წევრებიდან. ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვინც არის ვადონი რობინზონ სალარიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც მე ვთვლი ყველაზე პროფესიონალი შემსრულებელია დუდუკზე და რაც შეეხება მაგათ ალბომს, უმეტ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა დიდი ხანია უკვე, რომ თავისი ალბომი გაეკეთებიათ. ამ შემთხვევაში მე უფრო იმპრესარიოს როლი ვითამაშე. შევძელით მე და ჩემი მეგობრებმა გავეკეთებია ის, რომ ჩაგვეწერა ამათი ალბომი და 17 სიმღერა შევიდა და კომპოზიცია ამ ალბომში, რომელიც უკვე დამუშავების პერიოდშია. უახლოეს დღეებში გამოვა უკვე გაყიდვაში და პრეზენტაციაც შედგება. ამ ალბომში, რომელიცაც მე უკვე ვამთავრებ, რომელიცაც ძალიან დიდი დრო დაუთმე საერთოდ ჩემი ასე ვთქვათ შემოქმედების და საერთოდ ცხოვრების. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ერთ-ერთი კიდევ ერთი ნაბიჯია ჩემ შემოქმედებაში წინ, რა თქმა უნდა. დანარჩენს უკვე თვითონ ხალხი მოусმენს და გადაწყვიტავს რა როგორ არის, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი თავიდან გამომდინარე მუშაობაზე საუბრობ კმაყოფილი ვარ თქო და ამ ალბომში მაია დარსმელიძესთან ერთად იქნება დუეტი, რომელიც ცოტა იყოს ჩემი მიმართულებისგან ცოტა განსხვავდება, მაგრამ თუმცა იმ ხაზში ის რაც არის მთლიანობაში ალბომი. 20 ივნის გალერეა ორნამენტში მინანქრის გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილი მაქვს მე მგონი სულ 5 ნამუშევარი დაახლოებით 1 წელია უკვე რაც ვისწავლე და ვმუშაობ. თავიდან მე თვითონ ჟურნალისტი ვარ და მომიწია ამაზე სტატიის დაწერა და მე რო გავიგე რომ სკოლა სახელოსნოს ხსნიან დიდი სურვილი გამოვთქვი და შევისწავლე. ჩვენ გვაქვს სპეციალიზირებული მინანქრის გალერეა და ასევე ეხა სადაც ვიმყოფები და გამოფენა არის, ეს არის მინანქრის სკოლა სახელოსნო და დღეს არის წარმოდგენილი როგორც ჩვენი პედაგოგების, ასევე მათი შემსრულებლების, ანუ ჩვენი მოწაფეების ნამუშევრები. ასევე შედგა თვითონ ბუკლეტის, რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით არ აქვს ალტერნატივა თანამედროვე მინანქრის ხელოვნების რაღაც აი ამ სფეროში გაკეთებულ სერიოზულ ბუკლეტს და ასევე ამ ბუკლეტის პრეზენტაცია. ეს პრემიუმები რაღაც
ამერიკაში კალიფორნიის შტატში სილამაზის კონკურსში Miss Globe მონაწილეობის მიღებას აპირებს თიკა ფაცაცია. Miss მსოფლიო არის პრინციპში, და Mrs. Globe ქვია. Mrs. Globus-ი პრინციპში რო გადათარგმნოს, უბრალოდ ესე გამოვა. და ტარდება ეს კალიფორნიის შტატში. ზღვისპირა ქალაქი, ოკეანისპირა უბრალოდ და ესე იგი მთელი მსოფლიოდან ღებულობენ გოგონები მონაწილეობას. იწყება 18 ივლისს უკვე მთელი კვირა ხდება მომზადების კვირა 18-დან დაწყებული იწყება და 27-ში არის უშუალოდ თავდება 27. Oops. სტუდიაში სადღაც 8 საათი სტუდიაში ვარ ხოლმე დღეში. ეხა უკვე დღეიდან უნდა დავიწყოთ ახალ სიმღერაზე მუშაობა, კიდე 4 ახალი სიმღერა უნდა გავაკეთო აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში. და არ კარგავ არც ერთ დღეს და არც ერთ წუთს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, რასაც გვე მეორე ალბომის ჩაწერა და დავამთავრო უახლოეს მომავალში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.